მე ვთვლი რომ იგივე ჩვენი საუბარი არის დამხმარე იმისთვის რომ მშობელი ჩაფიქრდეს თავის მოქმედებასთან დაკავშირებით შვილთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე გაითვალისწინოს რომ ეს არის ცოცხალი არსება სული უფლის სული მოსული დაუშვათ მშობლის მეშვეობით მაგრამ ის არის ცალკე ინდივიდუალური სული თავისი კარმული განვითარებით ეხლა გეტყვით კიდე ერთ დეტალს ამასთან დაკავშირებულს რომელიც ქონის პრობლემებს და რასაც მე ხშირად ვაწყდები. აი ხა წარმოიდგინეთ, ჩემ თავზეც შემიძლია ეს თქვა, რომ უფრო გასაგები იყოს. აი მაგალითად, მშობლები ორივე მყავს ექიმები. ყავდა უბრალოდ აღარ მყავს ღმერთმა აცხოვროს, იქ კარგად იყვნენ სადაც არიან, მაგრამ ორივე იყო ექიმი. და ნუ ცხადია, ქონდათ სურვილი, რომ მისი ბავშვიც ყოფილიყოს ექიმი, ხო? გაგრძელებული იყო ტრადიცია. აი ეს შეიძლება, თქვენი აზრით, თურმე არ შეიძლება. და ასტროლოგიამ ეს მაჩვენა არაერთხელ. მათ შორის პირველი ჩემ თავზე. რატო? მე ხო ეს ადრე არ ვიცოდი. ვიყავი აყოლილი ამ მშობლებს, რომ კარგი, მოდი, წავიდეთ, რახან თქვენ ესე გინდათ, მედიცინა პრინციპში ცუდი არ არის და რატო არა? ხო? ხო, ნუ ერთხელ ჩავიჭერი სამედიცინოზე, მაშინ მძიმე პერიოდი იყო სხვა შორის, დავასახელები მყავდა რექტორი და რა ხდებოდა აქ. მეორედ ჩავიჭერი, მე სხვა შორის დავფიქრდი, რომ ეს შემთხვევით შეიძლება არ იყოს. რაღაცა სამყარო არ მიშვებს. ხო? და მე უკვე როცა ასტროლოგია, მე უკვე სხვაგან შევაბარე. ნორმალურად. მაგრამ წავედი ბიოლოგიის გზით, ბიოქიმიის, მეცნიერების და მშვენივრად. და საქმე რაშია, მე ვუფიქრდებოდი ამას არაერთხელ, რა ხდებოდა? რატო წავედი თან გზით? და პირადი ჰოროსკოპი რო შევადგინე, რა მიწერია? საექიმო სფერო ჩემი არ არის. გავწვალდებოდი საშინლად. ესე იგი ნახეთ ეს რაღაც ფარველმა ანგელოზმა თუ რა გინდა დავარქვათ, მითხრა და მაჩვენა ამ სიგნალი მომცა, რომ აერთხელ მეორედ ვერ ჩავაბა. შემთხვევით ეს არ ხდება. ეს სიგნალია დააუგდეთ ყური. სამყარო გელაპარაკებათ ამ დროს, ხო? არ არის ეს შენი. მე რა რომ მშობლებს უნდათ მიხდი და ვირადი ჰოროსკოპი მეონა იქ რო წავსულიყავ მე დავიღუპებოდი. უამრავი ფარული მტარი მეყოლებოდა და სულ ჭორები ინტრიგებში ვიქნებოდი და მერთმარკნას ვიღაცა შეუმაკვდებოდა კიდე. ქირურგიით რო წავსულიყავი, ხო? შესაბამისად წავედი სულ სხვა გზით, რომ მე ჩემთვის უკეთესი იყო და მე საერთოდ ჰოროსკოპმა რამაჩვენა, რომ თურმე წარმატება სადა მაქვს. მაგ ჟურნალისტიკაში, ოღონდ ჟურნალისტიკა უნდა იყოს დაკავშირებული ეზოთერიკასთან. კოსმურ კანონზომიერებებთან. აი ჩემი წარმატების ფაქტორი და როცა ეს მოვსინჯე, დარწმუნდი ამაში. ამიტომ აი იმ დროსაც ქონდა ჟურნალისტებთან ურთიერთობა, ოღონდ ახალგაზრდა სტუდენტებთან, ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა და ამას უხსნედი ყველას. ხალხო, შეიძლება მონაცემები გაქვთ, შეიძლება ეს თემა მოგწონთ, მაგრამ ის არ ნიშნავს, რომ აქ იქნები წარმატებული. რატო ამიტომ საჭირო პირადი ჰოროსკოპი? პირადი ჰოროსკოპი გვიჩვენებს, სად გაქვთ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი და მფარველი ანგელოზი დაავადების მომენტში. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს რა სფეროში გაქვთ წარმატება. თორე შეიძლება ვაჭრობაშიც იმუშაო, პოლიტიკაშიც იყო და ეკონომისტიც იყო, მაგრამ იწვალე მთელი ცხოვრება იმუშაებ და არაფერი. და ამ დროს შეიძლება სხვა საერთოდ წიგნის არ კონდეს საკითხული და ისეთ სფეროში მოხდეს, რომ ეს მისთვის წარმატების ფაქტორია და გადასარევად აწყობს ყველაფერს, ხო? ამიტომ ვამბობ, სად არის ეს ორი პლანეტა? ეს არის მთავარი. იქედან მოდის გამარჯვება იმ პროფესიებიდან. ამიტომ მშობლებო, შვილებს ზედმეტად ნუაწვალებთ. მარტო ის თქვენ გინდათ ეს პროფესია იყო, შეიძლება მათი უბედურების პროფესია გახდეს ეს. ამიტომ უნდა ვნახოთ პირადი ჰოროსკოპი რა უნდა დღეს მით უმეტეს აუცილებელი არ არის ჩემთან მოსვლა. უკვე პროგრამებია ჩადებული, ტელეფონებშიც აქვთ ხალხს. იქ შეიძლება გახედოთ იუპიტერი და მფარველი ანგელოზი, რომელ ზოდიაქოს ნიშნებში ამოწერეთ მათი, ასე ვთქვათ, პროფესიები წარმატების და ამ გზით წაიყვანეთ შვილები. ამ სფეროში გაცილებით მეტ წარმატებებს მიაღწევენ და ფსიქოლოგიურად არ დაინგრევიან და წარმატებულები შემდგარი ადამიანები. აი ეს დეტალიც ვითომ არაფერი მნიშვნელოვანია.